ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას ასე ღვინო დუდუკი ქალები უფრო ზუსტად კი ღვინო დუდუკი ინფარქტი. დიახ, ასე გამოდის. ჭამთ ბევრს, ვეწევით ბევრს, ნერვიულობ კიდევ უფრო ბევრს და მაინც მგონია რომ არაფერია. სინამდვილეში კი ირკვევა რომ საქმე ცუდად არის. ქალები სელფებს იღებენ, კაცები კი კარდიოგრამას. ქართული კაცების გული, როგორც აღმოჩნდა, არასახარბიო მდგომარეობაშია და სასწრაფო შველა საჭიროებს. ამის შესახებ ქეთი ასათიანი გააგრძელებს საუბარს ქეთი გვიშველე. უშველე ვახიკოს, თორე მე და მარიკას აშკარად ეს სამი ჩამონათვალი ღვინო დუდუკი ქალები არაფერს დაგუშავებენ. ასე მგონია. ეს იგი საშუალოდ ვახიკოს აქვს, არ მგონია არა ვახიკოს. ყველაფერი მოგვარებულია. კაცები კარდიოგრამასო. ასე ბრძანა მან. აზრს მოკლებული არ არის და სწორედ ასე რომ არ მოხდეს, აბა ჯერ მიმოვიხილოთ რა რეალობის წინაშე ვდგავარ და რეალობა ვახიკოს სამწუხარო არის ის რომ საქართველოში გულსიზარდთა სისტემის დაავადებები არის სწორედ რომ მამაკაცთა სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი. აი და არ გვიფრთხილდებიან ჩვენ საერთოდ კაცო. რას ბრძანებთ? პირიქით, ყველაფერი ამისკენ არის მიმართული და დღევანდელი ჩვენი გადაცემაც სწორედ ამას ემსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ის იგი ჩათვალეთ, რომ სიკვდილიანობის დაახლოებით 2/3, ანუ 69% არის სწორედ რომ განპირობებული გულსიძართა სისტემის დაავადებით, გულის შეტევით, სხვადასხვა გართულებებით, ასევე ინსულტით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რეალობა ძალიან მძიმეა და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ განსაკუთრებით 40 წლის ზევით ყოფი მამაკაცების ასაკობრივი ჯგუფი არის საკმაოდ ცეთი რისკის ჯგუფის ქვეშ. ახლა როდესაც ვსაუბრობთ მონაცემებზე და რატომ ვამახვილებ ყურადღებას აი ამ პრობლემის სიმწვავეზე, მხოლოდ 2023 წელს საქართველოში 30,500-ზე მეტ მამაკაცს პირველად დაუდგინდა გულის დაავადება. თქვენ წარმოგიდგენიათ პრობლემის მასშტაბი როგორია და რა ციფრზეა საერთოდ საუბარი. ასევე ბოლო 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად გაორმაგდა გულსიძართა სისტემის დაავადება. ხედავთ? აქაც ესე იგი ექსპერტებმა არ დაგვინდეს და თუ კი მოვიშველიებთ სტატისტიკის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, იქ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქართველ მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 8 წლით ნაკლებია ქალის სტატისტიკურ, ასე ვთქვათ, სიცოცხლის მაჩვენებლად. აი, კიდე არ გვიფრთხილდებთ, კიდე უნდა ვთქვა, ეს უნდა ვიძახოთ. ნახეთ ახლა, აგერ ხედავთ, მამაკაცების შემთხვევაში, თითქმის 71 წელი, ქალბატონების შემთხვევაში დაახლოებით 80 წელზეა საუბარი და სხვაობა არის ვფიქრობ საკმაოდ ცეთი. შესაბამისად, რა უნდა ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით? ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ვფიქრობ, განსაკუთრებით ვასიკოს არ მოეწონება, ეს არის მოწევა. გამარჯობა. დავფიქრდეთ ამასთან დაკავშირებით? ნახეთ, რომ დავფიქრდით. დიდი ამბავი, რომ დავფიქრდი რა არის? არა, შესაბამისად, ეხლა თან მიმოვიხილოთ ეს მონაცემი, ხომ? საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი, ნახეთ, საქართველოში მწეველთა რაოდენობის 43%. მაშინ, როდესაც დაუშვათ მსოფლიოში მწეველობა 36%, ეს იგი ევროკავშირი, ნახეთ, ეს ისეთ საშუალო მაჩვენებელი, ხო, პროცენტული 28%, ამერიკის შეერთებულ შტატებში 16%, ანუ შეხედეთ საქართველოში რა ხდება ამასთან დაკავშირებით. 43%. აი ეს დახურულ სიმრცეებში რომ მოწევა აკრძალულია და უკვე დიდი ხანია. ჩვენს ქვეყანას მე მგონი მაინც არ უშველა ამან, იმიტომ რომ აი ბევრი კი მე რაღაც ადრეც რაღაც სტატისტიკას გადავხედე და ევროპის და თქვათ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშკარად რაღაცა გაუმჯობესება იყო ამ კუთხით, იმიტომ რომ დასაზარი ალბათ მით უმეტეს ზამთარში გადი-გამოდი და ადამიანები შეეცადნენ რომ ნელ-ნელა თქვათ ეს სიგარეტი მოეშორებინათ თამბაქო, მაგრამ ჩვენთან არაფერი არ ხდება. საგან გაშვა ნამდვილად, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, განსაკუთრებით მინდა მიუმართო წეველებზე რადგან ამაში არის ეს განსხვავება ესაკეთებს ამ ხელას. არტერიული წნევის ციფრების მატება, გულის შეტევის რისკის გაზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია წეველობასთან, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ამიტომ მოდი ვთქვათ ესეთი რამ, რომ ყველა სხვა დანარჩენ მიზეზზე და ამ სიტუაციიდან და ამ ვითარებიდან გამოსავალზე სასაუბროთ უკვე ჩვენი სტუმარი მოვიწვიოთ სტუდიაში და სტუდიაში გვერდდება კარდიოლოგი ბატონი კახანა დარაია, რომელთან ერთადაც განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს, არა? გამარჯობა.
გამარჯობა, მოგესალმებით. მოგზანდით შემაშფოთებელი იყო. დავიზახოთ დასაწყისშივე და იქნება რაღაცა გვიშველოთ თქვენ გაგვიქარწყლოთ რაღაცა. აბა ბატონო კახეთი. მოწევაზე მე ვიცი რომ აი თქვენ რომ არაფერი არაა, უნდა დაანებოთ თავიო, ეგ ვიცი, მაგრამ მაინც ჯობს რომ გითხრას კიდევ არა ერთჯერ სპეციალისტი. გამარჯობა, ცოდნის დედა იქნება ბოლო გაიგო. მიზეზი რატომ არის გაახალგაზრდავებული გულსიზარდთა სისტემის დაავადება მამაკაცებში? თუ შეიძლება ამ თემით რომ დავიწყოთ საუბარი. ეს მართლაც ესე არის. ბოლო ათწლეულებში გაახალგაზრდავდა კარდიოვასკულური დაავადებები და ამის მიზეზი არის იმ რისკ ფაქტორთა ერთობლიობა, რაც თქვათ იწვევს ამ გულის დაავადებებს. და მთავარი მაინც არის მემკვიდრული წინასწარ განწყობა. დიახ. ანუ ეს ახალგაზრდა ასაკში ემართებათ ეს დაავადებები განსაკუთრებით იმ მამაკაცებს, რომლებთაც მშობლებს დედას ან მამას ან პირველი მხნარწებს ჰქონდათ გადატანილი ადრეულ ასაკში ინფარქტი ან ინსულტი. როცა ჩვენ გვაქვს ანამნეზში ისტორიულად ესეთი ასე ვთქვათ გართულება და პლუს ამასთან დამატებულია მოწევა რაც ქვენ ბრძანეთ, ემატება ვთქვათ ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, დიაბეტი, ქსევითი რისკ ფაქტორები, როგორც არის ვთქვათ ალკოჰოლის მიღება, არაჯანსაღლიკობა ასეთ ინდივიდებს დიდი ალბათობა აქვს რომ განუვითარდეთ ახალგაზრდა ასაკში ინსულტი, განუვითარდეთ ინფარქტი და ამის ძალიან ბევრი შემთხვევა დარეგისტრირდა როგორც ჩვენ კლინიკაში, ჩვენ პრაქტიკაში, ასევე საქართველოში და მთელ მსოფლიოში შეიძლება ითქვას. მოდი ჩაგეკითხებით, მაშინ ბატონო კახა, ტრადიციული ქართული საკვები, კერძები რა კავშირშია დაუშვათ გულსიზარდთა სისტემის დაავადების განვითარებასთან და თუ არის კავშირში, დაუშვათ როგორ ხდება ამის მოდიფიცირება დაუშვათ. ხარეს გაუსვათ ხაზი, მაინტერესებს ხარე ხوار მოქმედებს. არა, მე მაინტერესებს. ცხიმიანი, აბა. ხო, ნუ ტრადიციული ქართული სუფრა მოიხსენებათ, გადატვირთული არის ამ ცხიმიანი საკვებით, ეხლა აქ თავარია ჩვენ შევამციროთ ნაჯერი ცხიმები, ეხლა მარტივად ვახსნო მაყურებლისთვის, შევამციროთ ცხოველური ცხიმები და გავზარდოთ სცენარიული ცხიმები. აი ნიგოზიანი ახსენა მარი კამბოდიში, ნიგოზიანი პირიქით კარგია. ხო, აი ნიგოზი კარგი თქვა თხილეული, ამ შემთხვევაში ითვლება რომ არ პირიქით რა კი არა. სასიკეთო ცხიმები. ხო, შედარებით სასიკეთო ცხიმები არის, შეიძლება ესე ვთქვათ. ხო, რაც შეეხება ვთქვათ ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, სუქანი თუნდაც აქ ქათმის კანი, ეს ზის პროდუქტები ცხიმიანი იყო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს უწყობს ათეროსის განვითარებას და შემდეგ უკვე ამ გართულებებს. ცხარე აინტერესებს. ცხარის პირდაპირ ესეთი გავლენა კარდიოვასკულურ დაავადებებს არ აქვს, მაგრამ სხვა პრობლემები აქვს. რაღაცა სიამოვნო მაინც გავიგე. გულის თვალსაზრისით არა. გულის ლორწობას აღიზარებს, თუმცა ირიბად, აი მაინც ბოლომდე ვერ გამოყვებით. ბატონო ვასილო, იმიტომ რომ ცხარი შეიცავს მეტეოროლოგიურ მარილს. მარილი მოგეხსენებათ კი იწვევს არტერიული ჰიპერტენზიას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი რისკ ფაქტორი არის კარდიოვასკულური გართულებების. აი ბოლომდე ვერ გამოყვებით. მორიგი შეკითხვა ვასილო. ვაირო მღვინოზე გაქვს მორიგი შეკითხვა და სასმელი როგორ მოქმედებს? აი დავსვი შეკითხვა. რამდენი შეიძლება რომ მიიღოს მე ადამიანმა? უნდა დავხვეწოთ ეს შეკითხვა რა, იმიტომ რომ არაერთხელ ხსმენია წითელი ღვინოს სიკეთის შეიძლება ანუ სასმლის რამდენი შეგიძლია? ეგ გადაცემის შემდეგ ნახოთ, მაგრამ რამდენი შეიძლება ეს ერთი დაშვებული რამდენი არის და მართალია თუ არა რომ რაღაცა რაოდენობით მიიღება ამ ღვთაებრივი სითხის წამლად შეიძლება აღიქმებოდეს. ხო, თქვენ ვერ წარმოვიდგენთ როგორ უხარია ჩვენ პაციენტებს, როდესაც უხსნით რომ შეუულიათ დღის განმავლობაში დღისით მიიღონ დღეში თქვა 1-2 ჭიქა სასმელი. იქნება ეს ღვინო ყოველ დღე შესაძლებელია, ვისაც არ აქვს დადასტურებული გულის დაავადება. საუბარია ჩვენ ხავსაუბრობთ პრევენციაზე, ხო, ესე პროფილაქტიკაზე. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. და ჩვენ მიღებულია რეკომენდაცია რომ 1-2 ჭიქა ალკოჰოლი ღვინოზეა საუბარი, შრალს. კაცებისთვის და 1 ჭიქა ქალებისთვის შეიძლება ყოველდღე მიიღოს მიღებული, რამდენადაც ეს რაოდენობა არათუ მავნეა, არამედ ამცირებს გარკვეულწილად მცირედ, მაგრამ მაინც ამ კარდიოვასკულური დაავადების განვითარების ალბათობას, ათეროსის ალბათობას და რაც შეეხება რომელი სასმელი ჯობია, ნუ შედარებით უპირატესია წითელი ღვინო. მაგრამ შეიძლება მიიღოთ არაკიც, კონიაკიც, ვისკიც. ოღონდ მხოლოდ ერთი ჭიქა, ანუ რაღაც 50 უკეთ ეს წითელი ღვინო თავის განსაკუთრებული თვისების გამო, მაგრამ საუბარი რაზეა, ბევრს ეშლება. ის ერთი ჭიქა ანიშნავს, თქვა არაყიდალიო ღვინის ჭიქით. ხო? ჭიქაც არის და ჭიქაც. ყველა სასმელს თავის შესაძლებელი ჭიქა, კონიაკის სინჩა, თქვა და არყის ჭიქა, ღვინის ჭიქა ისეა განსაზღვრული, რომ მასში შედის ერთი და იგივე რაოდენობის ალკოჰოლი. აი ეს ჭიქა არ შედის ზუსტად იგივე რაოდენობა, რაც ერთ ღვინის ჭიქა ღვინოში. მეტნაკლებად ეკვივალენტური იყოს. დაახლოებით აი ესეა დაგეგმილი, ამიტომ ამოჩვენ ისე მარტივად, რომ 1-2 ჭიქა შესაძლებელია მიიღოთ ყოველგვარი ხიფათის გარეშე. ბატონო, სამწუხაროდ ქალების შემთხვევაში ერთი ჭიქა, ხო?
გალების შემთხვევაში ერთი ჭიქა. ბატონ კახა, არ მაქვს პრობლემა საერთოდ არც ერთ ჭიქაზე. სამწუხარო ძალიან ხშირია უგულებელყოფა პირველადი სიმპტომების და შემდეგ უკვე ხდება რაღაცა უფრო გამძაფრება და ავადების და შემდეგ თუდი შედეგები. აი, რამდენად ხშირად მოდიან ხოლმე, როდესაც შეამჩნევს ადამიანს რაღაცა. ხო, მაგალითად, გულში მომივიდა პაციენტი შუახნის. გულის უკმარისობის შივლები ვერს ხოშინი ქონდა. რამდენი ხანია გაძვეს მეთქი? დაახლოებით 8 წელი აქვს. ეკიმთან იყავი, არა, 8 წელი ქონდა სიმპტომატიკა და მოვიდა მე როცა ჩამოვყალიბდა კარდიომიოპათია და გულის უკმარისობა. რა მობიძგა, ბატონო კახა, 8 წლის შემდგომ ანუ რაღაც გაუარეს და ძალიან გაუჭირდა და ვერანწოდოდა ვერს უნდავდა. მანამდე არ მისულა. ეხლა ეს ესეთი მაგალითია ერთეული პაციენტი რაღაცა მოთმენაზე. ესეთი შემთხვევები ერთეულია 8 წელი, მაგრამ ძალიან ხშირია რომ არ აქცევენ ყურადღებას რატომღაც გონიათ რომ ეს გადაივლის, ან მეზობელს კითხავენ, ან ათესავს, ან რაღაც ოჯახის ან ყოველთვის არის ახსნა რა, რაღაც რა ალბათ გადავიღალე. ესეთი ბუნებით არის ესეთი რომ არ აინტერესებს. ეხლა მაგარი კაცია და არა, საერთოდ ჩვენთან ეს არსებობს, რომ ექიმთან წასვლას, აუ გეხვეწებ ექიმთან არ მიმიყვანო, ოღონდ ექიმთან არ მიმიყვანო, ურჩევნია ხომ მართლა მეზობელს კითხოს და ვიცი რა არის ეს შემთხვევები და მე საბოლოოდ მივდივართ იქამდე რომ ჩვენთან მოდიან უკვე ჩამოყალიბებული დაავადების, როცა შეიძლება რისკ ფაქტორების დონეზე იმართოს ეს დაავადება და არ გადავიდეს კარდიოვასკულურ დაავადებაში. ბატონო კახა და რაიმე შეგვიძლია ვურჩიოთ ჩვენს მაყურებელს აი პირობითად რაიმე პროფილაქტიკური კვლევები, რაც თუნდაც ჩვენ ხაზი გავუსვით რომ 40 წლის ზევით ასაკის მქონე მამაკაცებში ეს უფრო გახშირებულია, უფრო რისკ ჯგუფია რა. აი რაიმე მარტივი კვლევა პროფილაქტიკურად ან 6 თვეში ერთხელ. მით უმეტეს თქვენ გენეტიკური განწყობა ბრძანეთ. თუ გენეტიკა დატვირთულია, მით უფრო რა გააკეთოს პაციენტმა. თუ ეს ერთობა რომ მამაკაცებში 40 წლიდან და ქალბატონებში 50 წლიდან უკვე აუცილებელია გავიაროთ ჩვენ კვლევები კარდიოვასკულური დაავადების გამოვლენის ან რისკ ფაქტორების დადგენის მიზნით. თუ თქვა აღმოჩნდა რომ აი ამ პირველადი შეფასებისას არ გვაქვს ჩვენ ეს დაავადება და არც რისკ ფაქტორები, შემდეგი გასვლა შეიძლება გადავწყვეტოს 5 წლის მერე. 5 წლის რა კვლევებია კარდიოგრამა, თქვა პირველში კარდიოგრამა, ლიპიდური სპექტრი, კრეატინინი, გლიკემიის განსაზღვრა დონის და სხვადასხვა რუტინის სისხლის სხვადასხვა რუტინული კვლევები. თუ ჩივილები მაქვს უკვე პაციენტს უკმარისობის არითმიის, შემდეგ ცოტა უფრო ღრმა გამოკვლევები, მაგრამ ყველაზე მარტივი კარდიოგრამა, ლიპიდური სპექტრი, კრეატინინი, გლიკემიის კონტროლი არის ის, რაც უნდა ჩაიდაროს ყველა მამაკაცმა 40 წლის მერე. გლიკემიის კონტროლი გახლავთ სისხლში შაქრის განსაზღვრა. როგორ ხდება? ანუ წელიწადში ერთხელ აკეთებ ამას, წელიწადში ორჯერ ჯობია. როგორ არის ხოლმე? აი გადავწყვეტ 40 როდესაც გადავწყვეტ 40 და ჩაიტარე პირველადი გამოკვლევი და არ გამოგივლინდა არც ჰიპერტენზია, არც გლიკემია, არც ჰიპერხოლესტერინემია, ამ შემთხვევაში და 10 შივლები არის, შეგიძლიათ 5 წელი მშვიდად იყოთ. მერე მიხვიდეთ 5 წლის მერე, მაგრამ თუ გამოგივლინდათ რომელიმე ერთ-ერთი ამათგან ან ჰიპერტენზია, რაც ჩამოთვალე, მაშინ რა თქმა უნდა უკურნალოთ ამ დაავადებას და მართოთ და შესაბამისად უკვე პერიოდული კონტროლი შეიძლება 6-იან ერთ. თქვენ 40 წელს გადაცილებული ბრძანდებით? ახლა ხან გადავწყვეტ. ხო და აი თქვენ თუ იკეთებთ ამ ერთი 18 წლის წინ. ჩვენ რა თქმა უნდა კლინიკაში ახლა ვაქვს ამის ასე ვთქვათ სერვისი და პრობლემა არ გვაქვს. იცით რა მიგეკითხოთ, აი პაციენტების მონაყოლიდან, მათ პირადი ისტორიებიდან გამომდინარე, მთავარი რა მიზეზია, რომ არ მოდიან თუნდაც მსუბუქ სიმპტომებზე. ეს არის შიში, ახლა თუ ჩვენ საუბრობთ, რომ სკრინინგზე უნდა მივიდეს ქალი, მკერდის კიბოზე, იქ სხვა რისკებია და სხვა ფსიქოლოგიური მომენტია. და აი გული რო გაწუხებს, რო ვერ სუნთქავ, აი რატო შეიძლება არ მიხვიდე ექიმთან, რას გეუბნები? ხო, აი ეს რაღაც რთული ფენომენია ძალიან. მე ძალიან მიგვის 21 საუკუნეში შენ გაქვს შივლები და არ მიდიხარ ექიმთან და ექიმი დღეს ხელმისაწვდომია პოლიკლინიკაში, ამბულატორიაში, ცენტრებში. რატო არა? აი როგორ ამიხსნე ხა გუშინომა შემთხვევა მაგაცნა, ხო? რა ვერ მოვაბითავიო. 10 წელი. ანუ რა ხდება, იცი და სხვა კატეგორია არის. ზოგი ვითომ ვაშკაცობს, რომ მას რა მოერევა და არაფერი დამემართება. ზოგი თავს ვერაბავს, უბრალოდ ვერ მოავა თავი რომ მივიდეს. ზოგ შიშია. და ეს უბრალოდ აი ძალიან ცუდი ტონია რომ შიში ნაკლებად არის სხვა შორის, ძალიან ნაკლებად. ეს რაღაც სხვა ცუდი ტონია რომ შენ თავს ვერული, შენ ჯანმრთელობას ვერული. და ეს პიროვნების უმეტესობა გარეთაც არ აქვს დაალაგებული სიტუაცია გამხრილ. თუმცა სამსახურში წარმატებული არ არის, ვერ აკეთებს ორგანიზებას სხვადასხვა საქმეების ეს კავშირში ერთმანეთთან. ფენოტიპი 10 წელი ეს გამონაკლისი იყო, ეს გამონაკლისი იყო, მაგრამ ის გვამიდა რომ ვინც ვერაბამს თავის ჯანმრთელობის მოვლას, სავარაუდოდ სხვა სფეროშიც მსგავსი პრობლემები აქვს. ხო არსებობს აი მე დამაჭირდება განათლება ექიმიდან და იგივე თქვენი გადაცემა ახლა დღეს რაც მოკლე გადაცემა, რაც წაუძვანეთ წინ თქვათ ეპილოგის
პროლოგის სახით ძალიან კარგია ესეთი მესიჯების გაშვება, რომ ყველა მიაქციოს ყურადღება თავის ჯანმრთელობას და დროულად მიმართონ ექიმს. კეთის ამას ცდილობს, რომ ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს მოყოლებს. ხებთ გული თუ დაოჯახებულს, ანუ პაციენტებში ვინ უფრო იქნება? ემოციურ ფონზე საუბრობთ, ხო? მეუღლესთან ერთად. სტატისტიკურად მარტო ხელდა, სტატისტიკურად მიუხედავად იმისა, რომ აი თქვით, რომ აი მეუღლე და ხوارი რაღაც მოვლელი სჭირდება, არ ვარგიან კაცები ქალის გარშემო. მე კითხვა მაქვს. მეგონა მარიკატას რომ და ამ კითხვას და რადგან არ დასვა, მე დავსვამ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თუ პირობითად ადამიანმა იცის, რომ მას აქვს, თქვათ, გენეტიკური ფონი ისეთი, რომ შეიძლება განუვითარდეს ასეთი დაავადება, ხო? თუ შეიძლება თავისი აი ჯანსაღი ცხოვრების სტილით შეცვალოს, იქ ვარჯიში იქნება, თუ აი რაც არის ხო სხვადასხვა იგივე კვება, იგივე თქვათ, ძილის მოწესრიგება, რაღაცნაირად ცოტა შეცვალოს თავისი გენეტიკური ფონი. რა თქმა უნდა, მე თავიდან გითხარით, რომ აქვს კარდიოვასკულარული დაავადებები, თქვათ, ინფარქტი, ინსულტი, ციდან არ ვარდება, უცებ არ ხდება. ბევრს გონია, რომ აი ჯანმრთელი იყო და რა დაემართა. საიდან ეს შემზადებულია მისი ორგანიზმი, სიზარგები შევიწროებულია, სტენოზირებული არის და უკვე შემდეგ პატარა დატვირთვა ემოციური, თქვა ფიზიკური ან სიცივეში გასვლა უკვე იწვევს აი ამ პათოლოგიას, ხო? და შემზადება რატო ხდება სტენოზირება, როცა ამ პაციენტს აქვს გარკვეული რისკ ფაქტორები. თქვა აქვს ჰიპერტენზია, უკონტროლო, გლიკემია, დიაბეტი იგივე, დისლიპიდემია, მაღალი ხოლესტერინი, აქვს უმოძრაო ცხოვრების წესი, მოწევა, ეწევა ბევრს. არა ჯანსაღი კვება აქვს, ხო? აი ფსიქოემოციურად ცოტათი ემოციურია. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ჩვენ გვაძლევს საბოლოო შედეგს. და იმ პაციენტს, რომელსაც ინდივიდს, რომელსაც გენეტიკური დატვირთვა აქვს, თუ კი ამ ყველაფერს რაც ჩამოუთვალე მეტნაკლებად მოაგვარებს, რაც მასეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გაცილებით შეუმცირდება აი ამ ინფარქტის და ინსულტის განვითარების ალბათობა. და თუ თქვა ისე მოაგვაროს და არჩა მარტო მემკვიდრული განწყობა, შეიძლება ისე გახდეს სიტუაცია ასე წლის რომ არც არაფერი დაიმართა. მით უმეტეს, როდესაც იცის ადამიანმა, თქვათ, მემკვიდრეობით აქვს ეს ყველაფერი და ასეთი განწყობა აქვს, მაშინ და მით უმეტეს თუ ჯანსაღი ცხოვრებით უწყობს ხოლს, ალბათ მაგ შემთხვევაში ხშირად პროფილაქტიკის მიზნითაც იulis ექიმთან და აი ეს ყველაფერი უკვე არის პრევენცია. და ჩვენც უფრო აგრესიულად ვეკიდებით მათ მარტო. ეს როდესაც უკვე ჩავთვალეთ, რომ პასუხისგებლიანად იქცევა ადამიანი და მიდის, ხო, სიტყვაზე და გადაცდა 40 და ეხლა მოდი გამოვიკვლიოთ. შეიძლება ესეც შეკითხვა არის, უცნაური, არ ვიცი, ან შეიძლება სწორი შეკითხვაც არის. რამე არსებობს ესეთი სიმპტომი, რომელმაც უნდა დაგაფიქროს, რომ ხო არ წავიდე ექიმთან. აი ესეთი მარტივი რა, რაღაცა თუ გული მოგიჭირა და რაღაც საშნელება დაგემართა, ეგ უკვე გასაგებია, რომ წასასვლელი ხარ და სასწრაფოსაც გამოუძახ. ისე არის აი რაღაცამ რომ მიგვანიშნოს, რომ მისასვლელები ვარ. რაღაც სიმპტომი აი ესეთი. ისეთი რაღაცა განსაკუთრებული დაფარული სინდრომი არ არის, ეს არის იგივე ტკივილი. არ არის აუცილებელი მოგიჭიროს. იგივე ტკივილი გულის არის ზეწოლის შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება, წვის შეგრძნება თუნდაც არა მარტო გულის არეში, თქვა რომელიც კიცრაში ადის, ყმაში, ხელში შეიძლება გადავიდეს. რა თქმა უნდა, უცებ განვითარებული არის უკმარისობა, თან რომელიც ზარდია თანდათან. არითმიის შეგრძნება, გულის გაჭირების შეგრძნება, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ შეიძლება პრობლემა არის. რა თქმა უნდა, წნევაც, ხა წნევა როცა მაღალია, უკვე ეს პირდაპირ რისკ ფაქტორია. ერთ-ერთი ძლიერის ფაქტორი არის გულის დაავადების განვითარების და თუნდაც 2-3 მმ წნევის სვალებადობა. რამდენჯერმე ამცირებს ამ დაავადების განვითარების ალბათობას. ის როგორც ნებისმიერი სხვა რისკ ფაქტორის მოდიფიცირება, მისი გაუმჯობესება და რაც შემოთვალე ეს სიმპტომები მიუთითებს, რომ თქვენ უნდა მიხვიდეთ 40 წლამდე და მე ეს ვერაფერს აქედან ისე რომ თქვენ არ ბრძანოთ თქვენი მოსაზრება არა თქვენი დამოკიდებულება სტატინების მიმართ. იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ძალიან ორაზროვანი დამოკიდებულება არის ფაქტობრივად ესე იგი მოსახლეობის დიდი ნაწილი ემუდარება ექიმს ოღონდ ეს არ დამინიშნო მთელი ცხოვრება უნდა დავლიო. ესე იგი ეს არის ლიპიდური ანუ ცხიმოვანი ცვლის მარეგულირებელი პრეპარატი და არის ფიქრობ პაციენტ ესეთი კატეგორია რომ ოღონდ ეს არ დამინიშნო მთელი ცხოვრება შემდგომ ეს უნდა დავლიო რომ განმარტოთ თუ შეიძლება სტატინის ანუ აი ამ ლიპიდური სპექტრის ცხიმოვანი ცვლის მაკორეგირებელი პრეპარატების აუცილებლობის შესახებ. რა არის ეს ორაზროვანი დამოკიდებულება ეთქობა მოსახლეობაში არის მეტნაკლებად თორე სამედიცინოში რა თქმა უნდა ბუნებრივია დღესდღეობით სტატინები ითვლება იმ ლიპიდური ცვლის მოწესრიგებისთვის და ათეროსკლეროზის პრევენციისთვის პირველი რიგის საშუალებად. დიახ. ანუ პირველად მკურნალობას, რა თქმა უნდა, პირველი რიგის საშუალებას ვიწყებს მკურნალობას სტატინებით, თუ თქვათ ვერ მოერია სტატინი ამ ლიპიდურ პროფილს მე ემატება არასტატინური აგენტების სხვადასხვა და ასე შეგეძლო ვაძლიერებთ მკურნალობას, მაგრამ სტატინი არის პირველი. ანუ ეს არ არის განაჩენი, ეს არის შველა რეალურად. რა თქმა უნდა, ეს არ არის. ჩვენ რომ ვეძახით ქოლესტერინის წანა. ქოლესტერინის გავრცელებულია მოსახლეობა იღებს ანგრევს, იგავ კუნთებს, აზიანებს. ესეთი შემთხვევები არის, მაგრამ იმდენად იშვიათია სტატისტიკურად, აი 10000-დან ერთი შეიძლება ნებისმიერ წამალზე შეიძლება მოხდეს გავსი რაღაც გართულება და
იმდენად დიდია სარგებელი სტატინების მიღების ამ კუთხით, რომ ის ერთეულის გადაფარული არიან. ამაზე არც უნდა ვიფიქროთ და არის კითხვა რომ თქვა რომ დავიწყებ მე ხო ამას უნდა ვაგრძელოთ უნდა დიახ კი არა იმიტომ კი არ აგზელებს რომ დაიწყე იმიტომ აგზელებს რომ გჭირდება ამის მიღება ის დაავადება რასაც არ მიდის ათეროსკლეროზი ისე რომ დაავადება სულ გაქვს და ხო ეგ არ მორჩება ეს ქრონიკული არის გჭირდება სტატინის მიღება უნდა მიიღო ну ეხლა არის სხვა სტატინო აგენტები თქვა ვერ აიტანეს სტატინი იშვიათი ჩამონათვალის გამო ხო თუ ვერ აიტანი არის არა სტატინური აგენტი არის კიდე მეორე არის მესამე არის სტატინური აგენტი და ჩვენ არჩევანი არის ხო თუმცა გადარჩენის საშუალება გვაქვს და ინდივიდუალურ მიდგომას ვფიქრობ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აბარა თუ თქვა რამდენიმე ანალიზი თუ თქვა სტატინის ვერ იტანს პაციენტი შევსწროთ იმას და გადავიყვანთ სხვა მედიკამენტს მოკლედ ჩვენი მიზანია ვასიკო გადავიყვანოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილზე მე უნდა წავიყვანო ვავარჯიშო თამბაქო აღარ უნდა მოციოს და ეხლა რეკლამა უნდა იყოს აუცილებლად ამასაც გეტყვით დიდი მადლობა აუცილებელია ბატონო ვასიკო კეთილი მადლობა შემდეგ 4 შაბათამდე გემშვიდობა ძალიან დიდი მადლობა